მოგესალმებით პირველ რიგში და მოგახსენებთ, რომ ახლა ევროკავშირის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია ჩვენთვის უკვე კარგახანია და სანქციები, უფრო მძიმე სანქციები, რომელიც პრინციპს, რომელსაც ითხოვს ევროპარლამენტი, უკვე კარგახანია. იმიტომ არ დაუწესდა ჯერ, ვთქვათ, ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტილებით საქართველოში ფართო ესე ვთქვათ მასშტაბით მთავრობის და ხელისუფლების წევრებს, იმიტომ რომ უბრალოდ კონსენსუსი ვერ ხერხდება და ესეთი საკითხები წდება კონსენსუსი ევროკავშირში. თავად რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა, რომელიც არსებობს საქართველოსსა და ევროკავშირის შორის, ანუ შეიძლება ითქვას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის არის აბსოლუტურად ანომალიური კანდიდატის სახელმწიფოსთვის. ესეთი შემთხვევა და ესეთი პრეცედენტი რა თქმა უნდა არ ყოფილა. მე ვერ გეტყვით დანამდვილებით ამ განცხადებების შემდეგ მოხდება თუ არა ვთქვათ სანქციების დაწესება და ფინანსური სანქციების დაწესება, იმიტომ როგორც მოგახსენეთ, აქ არის აუცილებელი კონსენსუსის მიღწევა და კარგად გვევიცით, რომ უნგრეთის პოზიცია ამ კონტექსტში, როგორც მინიმუმ უნგრეთის პოზიცია არის ძალიან ვთქვათ ხისტი და უარყოფითი ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ თავად ესეთი განცხადებები ევროკომისიიდან წამოსული ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ვთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ძალიან დიდი ხნით არის დახურული და არ არის გამორიცხული ასევე, რომ ეს იმოქმედებს, გამორიცხული კი არა, ნამდვილად იმოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხესთან მიმართებაში. ანუ ეს საფრთხე ძალიან რეალურია, რა თქმა უნდა, ანგარიშებიც არის, ვთქვათ, სწორედ უვიზო მიმოსვლის შესახებ ჩვენი გეგმის შესრულების ანგარიში, რომელიც ვთქვათ წლის ბოლოს გამოქვეყნდა, წინა წლის ბოლოს აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მიიღება გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ საქართველოს და ევროკავშირის შორის. თუმცა მაინც იმედი გვაქვს იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეეხება ყველა მოქალაქეს და შეეხება მოქალაქეების გარკვეულ წრეს, რასაც ახალი რეგულაცია ითვალისწინებს. ახალი რეგულაცია ამის საშუალებას ფართოდ იძლევა, რომ ვთქვათ გარკვეულ მართლ რგოლში გარკვეულ ესე ვთქვათ ჯგუფებს შეეზღუდოთ უვიზო მიმოსვლა და დანარჩენებზე ეს არ გავცელდეს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთლიანად რისკის ქვეშ დგას, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლის საკითხი. დანარჩენის თქმა ძალიან რთულია, უკვე პოლიტიკური შეფასება, რა თქმა უნდა, უკვე გავაკეთეთ და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატასტროფა, როგორც ევროპული ასპირაციის მქონე ქვეყნისთვის, ანუ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ბატონო კახა, ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდით გუშინ გამოცემულ შეწყალების აქტზე და სინდისის პატიმრებზე, რომლებიც კვლავ ციხეში რჩებიან და ვახსენეთ ერთგვარი პარალელი ლუკაშენკოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების ხელისუფლებას შორის. ვაჭრობის მთავარი საგანი სანქციების თავიდან ასარიდებლად, რომელსაც ევროკავშირი უკვე რამდენიმე თვეა ქართული ოცნების ლიდერებს უანონსებს, არიან თუ არა სწორედ ის პატიმრები, რომლებსაც სინდისის პატიმრები უწოდეს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. რამდენად არის შესაძლებელი, რომ სწორედ ამ გზას მიჰყვებოდეს, ლუკაშენკოს გზას მიჰყვებოდეს ივანიშვილის ხელისუფლება ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა, ესეთი ჩანაფიქრი ხელისუფლებას აქვს თავისთავად, ამაში ეჭვი არ მეპარება. მით უმეტეს, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან აქვთ ძალიან მჭიდრო კონტაქტები და სხვადასხვა სახის კონსულტაციები ნამდვილად ტარდება მათთან, რომ როგორი მოქმედონ ესეთ ვითარებაში. მაგრამ ლუკაშენკოს შემთხვევაში, როგორც ვიცით, ეს მოხდა ტრამპსა და ლუკაშენკოს შორის შეთანხმების საფუძველზე. ანუ შეერთებული შტატები უფრო ატარებს აი ამ ტრანზაქციულ პოლიტიკას, ანუ ის მეტად მიმართული არის ვაჭრობისკენ და აი ეს გამოიყენა სწორედ ლუკაშენკომ იმისთვის, რომ გამოეშვა და ამის სანაცვლოდ თავი აერიდებინა
გარკვეული ტიპის სანქციებისთვის და რაღაც თავისი საერთაშორისო ურთიერთობებში რაღაც თავის პოზიციების აღდგენაზე ეზრუნვა ქვეყანას გულისხმობ ბელარუსის რაღაც კლავ ჩართვას რაღაც საერთაშორისო პროცესებში ხო თუმცა ეხლა დიდი შედეგი ამას არ გამოუღია და ჩვენ მე ვფიქრობ რომ აი ამ ერთჯერადი აქტით ლუკაშენკო რა თქმა უნდა თავის პრესტიჟს ვერ აღადგენს და სრულყოფილად ვერ ჩაერთვება საერთაშორისო თანამეგობრობის საქმიანობის პროცესში და ურთიერთობის პროცესში და რაც შეეხება საქართველოს აქ მე მგონი შეერთებული შტატებიდან საერთოდ არც არის არანაირი ინტერესი და არც არის არანაირი ცდილობა იმის რომ რაღაცაზე მოილაპარაკონ და ასე შემდეგ იმიტომ რომ სამწუხაროდ ტრამპის პოლიტიკა არ არის აქტიური ამ კონტექსტში თქვა შეიძლება აქტიური იყოს მაგალითად კონფლიქტების გადაწყვეტაში იგივე ხელი შეუწყო თქვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების გაფორმებას მაგრამ კარგად ვიცით რომ ტრამპის ძირითადი ამბიციური მიზანი იყო ნობელის პრემიის მიღება მშვიდობის დარგში და ამან ითამაშა თავისი როლი შეიძლება ხა ვინმეს არასერიოზულად მოიჩვენოს როგორც შეიძლება რომ ამერიკის პრეზიდენტი მოქმედებდეს მხოლოდ ამით და არა სტრატეგიული ინტერესით მაგრამ სამწუხაროდ ეს ნათლად ჩანს რომ აქ ეს იყო და რაც შეეხება საქართველოს საქართველოს ახლა არ აქვს ღია და მწვავე თქვა ომი ან რაღაც კონფლიქტი ისეთი აქვს რა თქმა უნდა კონფლიქტი რუსეთთან რომელიც არ ვიცი თუ დასრულდება მაგრამ მისთვის არ არის ეს აქტუალური რაც შეეხება ევროკავშირი ეს ტრანზაქციულა ესეთ მოლაპარაკებებში თითქმის არ მონაწილეობს რომ აი ჩვენ არ დაგიწეს ესეთ სანქციებს და თქვენ სამაგეროდ გაათავისუფლეთ ესა და ეს ესეთი პრაქტიკა არ არის ამიტომ მე ამას არ მოველი კი ბატონო მადლობა კახა გოგოლაშვილს ვუსმენდით ჩვენ პირდაპირ